აბა ზურფასო მეგობრებო, ვიწყებთ გადაცემას, მაინც მთავარი აზრი ჩვენი გადაცემების ყოველთვის საუბრობთ ამაზე, რომ მიდის ეხლა მთელი ჩვენი ქართული ფეხბურთი და გულშემატკივრები ვემზადებით თურქეთის ნაკრებთან, როდესაც ჩვენი ქართული გუნდი ნაკრები ითამაშებს და ამასთან ერთად რაც აუცილებელია უყურებთ ყველა კაი თამაშს, გუშინდელი თამაშიც კაი იყო და იქიდან რაც შეიძლება დღევანდელი დღის წესრიგის ფეხბურთს როგორ თამაშობენ, რას თამაშობენ, რანაირად მოემზადონ, ეგეთი რამე კარგია რო წერია, რომ ლუის ენრიკე რო წერს, მხოლოდ ერთი კვირა ვემზადებოდით. მაგრამ თავის მართლებას არ ვაპირებდე და ბოლომდე დავიხარჯებით. აი ეს რა ხდება, იცი ხანდახან ძნელები თავს იცოდებენ. გაწოდებენ, არ ქონდა საშუალება მომზადების და ამიტომ ეს წინა დღეს დაწერილია. რომ მოადუნოს მოწინააღმდეგეები და ერთმანეთზე ხანდახან ხომ მიდის ლაპარაკი და ამიტომ ჩვენც ჩავერთებით ამ საქმეში და გავაანალიზებთ როგორ იყო რომ 2-0 იგებს და მე მეორე ნახევარი 2-2 და პენლებითაც აგებენ ეს ყველაფერი იმდენად გასარჩევია რომ ეს ყველაფერი ცოტა ხანში გამოგვადგება ჩვენ სოფლიო პირველობის ამ შესაძლებელი თამაშებშიც ჩემოთო ჩვენთან ერთად ახლა ჩემი თეორი ხაიძე რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო პერიოდი სამივე თბილისის დინამოში მოიყვანეს შივაძე კოპალეიშვილი ჩემი თეორი და იქიდან ყოველთვის სამივე ნახევარდამცველები ბიჭო და სამივე თუ გახსოვთ იგივე თამაში 0-0 თამაში და ნაკრებს ჩვენ როგორ დინამოს როგორ თამაშობთ ძირითად როგორ თამაშეთ იქ და რომ მე ისეთი ჟესტი იყო გახსოვთ ამ მატაშიც რომ მოინდომენ თქვენთან დაშორება გოგოებმა გიარშიყენ და თქვენ რომ მოგიდო და მე კიდე კაი იქ ცნობილი ისტორია და მე ხო იცი და ამიტომ ყველაფერი გამოგულილი გვაქვს და შემოთამდა შენ იმიტომ ამიტომ კიდე ერთხელ ჩაგეხუტო მოგეფერო რომ იმიტომ რომ იმ თამაშიდან იმ პირველი ნაბიჯებიდან რაღაცნაირად ესეთი კაი სტაბილიზება დატოვეთ სამივე ჩივაძე შენ და იმა ერთმანეთზე უკეთესები იყავით ხო და ამიტომ მე ამაყება რომ თან მე ერთი კაი მინდა ცოტა საუბარი გამოგივიდეს რომ ისეთი პიროვნებებსა და ისეთი ხალხში ითამაშეთ და ისეთი რაიონში ლანჩხუთში სადაც ვითომ რა უნდა ყოფილიყო რა ფეხბურთი უნდა ყოფილიყო და აი თქვენმა პლიადამ თქვენ ისეთი ფუნდამენტი და საფუძველი ჩაყარეთ რომ მე ლანჩხუთში ჩამოვიდა ყველას ეშინოდა დაზე კი უმაცაა ხო ერთხელ რა და თუ ორი-ერთი თაზი ხო და ამიტომ ბევრი კაიცი ბატონი ევგრაფიზე შალიკოზე კაკაბაძეზე და კიდე იმ ფეხბურთელებზე ბიჭო მე რა ბიწყო იყო თქვენ იქ ცენტრალურდი თქვენთან მე რა ჟორდანია არა მეგრელაძე და ამასთან ერთად კიდე რუსის ბიჭი ყავდათ ქუთაისელი ცენტრალურდი კაი აკვარს ვერ ვიხსენებ შევცოვი ხო წამოვიდა იმიდან მოსკოვის სპარტაკიდან მოსკოვის სპარტაკში ტრამვაი ჩამოვიდა და მე ჩვენთან ძალიან კაი ზუსტად 86 წელს კიევიდან იყო ხლუსი ჩამოყვანილი კიევიდან ხლუსი იყო ჩამოყვანილი ორი ფერეგო იყო ცენტრალურში ჩამოყვანილი ეხა საინტერესოა, იმიტომ რომ ახალგაზრდა თაობამ უნდა იცოდეს, რომ იყო ასეთი თავდადებულობა და ისეთი ხალხი ტრიალებდა და წარმოედგინეთ, რომ ევგრაფი შევარდნაძე ეს ერთ-ერთი უმდიდრესი, უძლიერესი პიროვნება თავისი ფეხბურთის სიყვარულით და ახლა კი იყო ედვარდის ძმა, მაგრამ თავისი მექონდა მაგრამ ევგრაფი ბევრად უფრო მაღლად იდგა თავისი რაღაცა ყველანაირი იმით და რა ნაბიჯებით და თავისი კიდე გასაგებთ ახლა ხო და ამიტომ
ამას ყველაფერს თუ გადავცემთ ახლა ჩვენ ახალგაზრდათაობა ჩემოთებო და ის კაი ყველაფერი გეიხსენეთ და ხანდახან შეგეკითხებით რა იმიტომ რომ ამას წინათ ქუთაისლები მყვა და ქუთაისლება ისე კარგად ილაპარაკეს ქუთაისე ახალ ლანჩხუთი და რა იცი აი ჩვენმა ახალგაზრდა თაობა მივხვდეს რომ აი ჩვენი პლიადა ის პლიადა იყო რომელიც კარგად ხო ასახელეთ და ასახელებით ესე ქუთაისი აგერ ლანჩხუთი აგერ თბილისის დინამო და რა ვიცი ყველა ეს სოხუმი და აი ქართული ფეხბურთის აღმავლობა ჩვენ პერიოდში მიდიოდა და ამიტომ მადლობას გიხდი მე ყველა გულშემატკივარის და შენი ასეთი თავდადებას და დაარჩენი ახლა ჩემოთებური უფრო შენ ყველანაირად მიხედე ის დაწყებული იმ დუბლებიდან დამთავრებული დღემდე თავი შენი მთავრობის წევრობით კიდე და შენი კაი ასეთი პარლამენტში მუშაობით დიდი მადლობა უწევისთვის აჩერება ლანჩხუთის გურიას ძალიან ისე მოკლედ ვიტყვი ახლა და ვეცდები რომ შინაარსი იყოს უფრო მეტი მე ვიცი რომ ლანჩხუთის გურია როგორ დაერქვა იყო ნაირი დავით საბაშვილი იყო ჩემი რაიკომის დივანი რა თქმა უნდა გვერდით ეგრაფი ედგა შევარდნაძე ერთად იყვნენ და სამი გუნდი გურიის ჩოხატაურის ოზურგეთის და ჩვენი შევხვდით ერთმანეთს და გამარჯვებულს უნდა დაერქვა გურია და გაიმარჯვა გუნდმა და დაერქვა გურია აქედან მოიწყება ხო ეს ისტორია მანამდე თქვა კოლმეურნე და სულ ადრე თქვა კემი ერქვა სულათე რო დაიწყე 1924-ში შეიკრიბა გუნდი და აი მაშინ კემი რას ნიშნავს? აი ეს არ ვიცი იმის გაშიფროს ფოთაშორის ვერც მოვიძე იმიტომ რომ ეს ძველი ხალხი წასულია სულ რო შევეკითხო და ვერ ისავქენი თორემ მაგას ვცდილობდი რომ გამეგობრა ეხლა რაც შეეხება იმას რომ გუნდი შალიკო კაგაბაძესთან ერთად როგორც ვიცი გადმოცემით მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და გადმოცემით შალიკო კაგაბაძე თამაშობდა ლანჩხუთის გურიაში 2 წელი სტოპ რაღაცა მინდა აღშიგო ბიჭო 25-მდე სკოლაში კაპიტანი იყო 35-მდე სკოლაში იყო იამანიძის სერგო კოტრიგაძის და აი მაგათი კაპიტანი იყო ის საუკეთესო გუნდური 35-მდე სკოლა და მე დინამოში იყო და ესე იგი ბავშვობაშიც და მე აი იქიდან დაწყებული რასაკვირველია ძალიან დიდი პრაქტიკა და ძალიან დიდი ვითომ არაფელი და სოფელდიში ეგერ სპარტაკას და კიევის დინამოს და ვისარუგებდი ნამდვილად და 2 წელი ითამაშა როგორც გადმოცემით ვიცი მე დაანება თავი რაღაც პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის ჩაუდგა სათავეში ლანჩხუთის გურიას და წარმოვიდგინეთ ახლა ახალგაზრდა კაცმა მასზე უფროს ფეხბურთელები ყავდა და 25 წელი იმუშავა ამ გუნდში და წარმატებები თუ კი რამე იყო პერიოდისთვის ლანჩხუთის გურია სამჯერ გახდა საქართველოს თასის პროვერი სამჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა შავგულიძის თასი თამაშდებოდა მაშინ სამჯერ შავგულიძის თასი ავიღეთ დაიწყო საქართველოს ჩემპიონატიდან გადავედით მაშინ იყო B კლასები ესეც მახსოვს B-კლასი, მე A-კლასის მეორე ჯგუფი იყო. მე-9 ზონა, სათამაშო ბევრი იყო. ხო, პირველ ლიგაში გადავედი და მოკლედ ყველაფერი ამის ის იყო. და აქვე სტადიონი ახლა რა? სტადიონი ახლა სტადიონი ცოტა მერე იყო რა, მერე წამოვიდა, იმიტომ რომ უკვე 86 წელში უკვე შალვა აღარ იყო ჩვენი ძნელი, მოვიდა ბეგის სიხარულიძე, უბრალოდ შალვამ დაიწყო და ბეგის სიხარულიძე და რომ ბეგის სიხარულიძემ გააგზავნა 85-ში იყო ეს და 86-ში აღარ ჩამოუყვანიათ ძნელი დატოვენ ბეგი. და ბეგი გააგზავნეს ყველაფერი და უკვე როგორ იყო ეს ახლა არავინ არ ფიქრობდა თავიდან რომ ლანჩხუთის გურია გადავა უმაღლეს ლიგაში, პირველ ლიგაში თამაშობდით, საკმარისი იყო ეს აბსოლუტურად ჩვენი დონის ქუთაისის ტორპედოდატი, თქვენი ყავით კონკურენტები ერთმანეთთან ქუთაისი დიდი ქალაქია და მოხდა ისე რომ
სადღაც ერთ-ერთ ქალაქში ხა ძალიან საინტერესო ისტორია ერთ-ერთ ქალაქში გვაქვს კოლოს ნიკოპოლთან გვაქვს თამაში და მოვიგეთ და შემდეგი თამაში გვაქვს საპაროჟიაში რომ მოვიგეთ გადათვალენ იქ რაღაცები და გააჩნდა შანსი გადასვლის უმაღლეს ლიგაში ამ დროს რიგის დაუგავას მწვრთნელი მაშინ 86 წელს ესპანეთში სადღაც უკვე სოფლიო ჩემპიონატი და ის უკვე გადასული გონია თავის უმაღლეს ლიგაში და გუშინ რეგონა იმას პირველ ტაიმ მოგებულა წავიდა სოფლიო ჩემპიონატის სანახავად ჩამოვიდა იქიდან და უკვე შეხედა და უკვე ჩვენ ნიკოპოლში მოვიგეთ, გავედით საპაროჟიას მოვიგეთ 2-1 და გაჩნდა შანსი. ახლა ვამბობ რა სიცი აი რაღაცები ძალიან ცუდად მესმოდა იმ პერიოდში დღესაც მესმის კურსი. კითხოს რაღაც აი ჩალიჩი აი მე შემიძლია დავიფიცო და ამის ძალიან თითქმის იმ გუნდის 90%-ით აგერ სახესია და დამტკიცე ნიკოპოლში რომ გაჩნდა შანსი რომ მივდიოდი საპაროჟიაში თავარწნელი ბეგი მოდის შემთან და მაშინ ორჯონიკიძის სპარტაკი იყო გუნდი და იმასთან ცვლიდით თამაშებს ის რომ თამაშობდა დავუშვათ საპაროჟიაში მე ჩამოდიოდა ნიკოპოლში და ჩვენ მივდიოდით იქ გამიყვანა და მითხრა რომ თემურო საპაროჟიაში რო ვიცხოვროთ იმის ფული არ გვაქვს ველოდებით უნდა გამოგვიგზავნო ლანჩხუთიდან აი შემიძლია დავიფიცო და რა ძალიან მარტივია და გავიყვანე გაგლოები იყო თემურ გაგლოები ორჯონიკის კაპიტანი და ხო მეთქი ამ მდგომარეობა მეთქი რაზე ლაბორატორია და თუმცა იმ წუთში რა 1000 ჩავედით იქ რომ დავბინავებულიყავი და საჭმელი გვეჭირა ეს ეგრე ნამდვილად ესე იყო მოვიგეთ ეს თამაში და ჩამოვდივართ უკვე ხალხში აჟიოტაჟია იმნარი რომ შანსია გადასვლის უმაღლეს ლიგაში დარჩენილი გვაქვს ისეთი თამაშები და უშუალო კონკურენტს რიგის დაუგავა სახში ვიღებთ ეს რა კონკურენტს რიგის დაუგავს თუ მოუგეთ უკვე რიგის დაუგავს და მოსკოვის ლოკომოტივს ორთავეს ლანჩხუთში ვიღებთ ეს რა შანსია უკვე მაგარი რა უკვე ჩვენშიც გაჩნდა ეს და უკვე აქამდე საერთოდ უკვე ესე იგი ცრელი მაინც შალვა არა ბეგი იყო და ბეგმა ესე იგი რატომ იცი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ხო აქვს ბიჭო ცნელს ამ მომენტში და ხო და ამიტომ ეს დამსახურება უნდა დაუკარგოთ ხო არა რა თქმა უნდა ეს დამოწმებული იყო შალვა კაკაბაძეს კაცო ბეგი სიხარულიძე ფუნდამენტი ჩაყრილი გონდა იმას და ამასთან ერთად კიდე რო გადაცა ესტაფეტა ხოშიანად და იმა რო გააგრძელდა უფრო კაი რამეს ვიტყვი მაგასთან დაკავშირებით აი ბეგი სიხარულიძეს იმხელა გამოცდილება ჰქონდა მეორე მწვრთნელად მუშაობდა შალვა კაკაბაძესთან რომელსაც თვალი ჰქონდა სასაული თუ როდე ინახავდა ნამდვილად ეგეთი იყო მურთას ხურცილავასთან კი ბატონო ხო მეორე მწვრთნელად მუშაობდა მეორე მწვრთნელი ხო კი ალიოშა კოტრიგაძესთან აი სამივე ესენი ამასთან მუშაობდა და უკვე ჩამოყალიბდა ეს თავში და უნდოდა ეს ეთყობა რომ თავმწვრთნელობა და თემურ უმსენე აქ შენახა ისეთ რაღაცა შეეხე კაი ეს ახალგაზრდა თაობა უნდა იცოდეს მაგრამ შეხედე ბიჭებო შეხედე ესე იგი ყველა დიდი მწვრთნელი მაინც და თუ მინდა ევროპაში და თუ მინდა ესე იგი თავის უფროსი მწვრთნელთან ვისთან მუშაობდა და იქ რომ ერთთან კი არა 1 2 3 4 5-თან და აი მაქმივდივარ ესე იგი ერთად ვაზრობთ ხო აი ზუსტად იმოდა და ახლა ხო იცის არა ხო ატყობ ახლა უნაკლო არავინ არა მაგრამ სულ და ამიტომ ძუჭი ატყობდი რომ ვის რა ქონდა საუკეთესო რა თქმა უნდა ეს აითვისა ყველაფერი და ჩამოყალიბდა ისეთ ძნელა და ისეთ ძნელი იყო რომ ძალიან ისე მათაც აწყობდა და ასეთი პიროვნება რო ითო რომ ესმოდა და თან ბეგისთან თამაშობდა ბეგის გვერდზე ბეგის დროს თამაშობდა მაგის თამაშობდა ძალიან ისე იმნაირი საურთიერთო როგორც ყველა არის გინდა თუ არა 5 კაცთან რო ივარ ტრენერთან მეორე მუშაობ იქიდან მინუსებს და პლუსებს თუ გინდა
საკუთარ თამაშება გამოცდილი და სწორია შენდა მეც აგიღა ხო და ესე იგი რა უთხრამთ ერთმანეთს ხო და სიზუსტეში დიდი შემწირება გააგზავნე და რომ გუნცა ვარჯიშობ მე ძალიან გუნცა იგივე ლაჩკის გურიას მსხეთის გადავიდა მაგისტიკაში ცენტროს მერაში მუშაობდი დავარწნელად თბილისის დინამოში არაცელი და მოკლედ ლოკომოტივში ერთად გავდივარ და რუსთავში ერთად გავდივარ და ეს ეს გამორული გვაკლია კი ნამდვილად ჩვენაცეულია სადარ მიდიოდი ხო ჩვენაცეულია ნამდვილად არა ასე ლაპარაკი პირიქით დაწვრო და რო გაჩნდა ის შანსი და რო ჩამოვიდა უკვე რიგის დაუგავა და მოუგეთ 2-1 ვაგებდით 1-2 მოვიგეთ ვეშენდა გოლებში კოპალამ შეაგდო მეორე სასწაული და თემურებანოიძემ თემურებანოიძემ ერთი გახადა და კოპალამ შეაგდო რაღაც სასწაული გოლი რა ძალიან საჯარი მომენის გარედან მიიღო არდაცემულა მიწაზე დაარტყა და ძალიან მაგარი გოლი შეაგდო ერთ-ერთი საუკეთესო გოლი და ახლა რა უკვე აქტიურად ერთი თამაშის მოგება გინდა უკვე ეს ერთი თამაში უმაღლეს ლიგაში ხარ და ეთამაშე მოსკოვის ლოკომოტივზე დარჩენილი ხო და ეს უკვე ხალხმა აითვისა ეს როგორ უმაღლეს ლიგაში ხარ და ხალხი ვეღარ დავაკავოთ რა ჩვენ ხო თელი დასავლეთ საქართველოს ჩამოდიოდა კი ბატონო და სულთა საფეხბურთო მოედანი იყო და ვეღარ დავაკავით ხალხი და შემოვიდა და ნუ არა მიდის ახლა ყველა კოცურა მილოცვები აიო და უცებ ეს ყველაფერი ჩავიდა იქ მოსკოვში, ამ დროს მოსკოვის ლოკომოტივსაც აქვს რაღაც შანსი და უпроსორად მოსკოვის CSKA-ს აქვს შანსი და ამოგზავნენ თამაში ლანჩხუთში და სადღაც უნდა წავიდეთ 80 კილომეტრის მოშორების ლანჩხუთიდან. საქართველოში არა ოღონდ. ლანჩხუთში აგვიძავნე თამაში. კიდე კაი ლანჩხუთში არის. ვითომ გულშემატკივარი იყო. ხო, ვითომ რაღაცა და ბათუმში ვითამაშეთ მოსკოვის ლოკომოტივთან. ეს იყო რომ გადავედი უმაღლეს ლიგაში რა მოვუგეთ 1-0 ძალიან რაღაც სასწაული მეცა როგორი თამაში წევიდა მე ბრძოლი ძალიან აი კაცური ერთი კვირა წვიმდა და სასწაული აი თამაში შეუძლებელი იყო იქ იყო მარტო ომი და ომში მარტო სულიერად და ხო აი მინდვრიდან რო ვერ შეაგდებოდა სტანდარტული და რო უნდა შეგებდო დაახლოებით ამ ერთ თამაშში მინდვრიდან გათამაშებით ასე მოტყვილები საჯობა ხო საჯობა ნორმალური ძალიან გოლი გაიტანა ფრიდონაშვილმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ფრიდონა 1-0 მოვიგეთ და ხაურები მიყავით გადავედი უმაღლეს ლიგაში და ავიცი ძალიან დიდი სიკარია გადახვედით უმაღლეს ლიგაში და მე შალიკო მოვიდა მე არა საერთოდ იყო არა გუნთან იყო რა იყო ჩვენთან უჩუსულ გუნთან იყო რა მაინც იყო და ევგრაფისთან ერთად იქ რა თქმა უნდა ევგრაფი წონებული უმაღლესი გადავედი აღარ იყო მაგრამ ახლა ევგრაფიზე ცალკე უნდა თქვა იმიტომ რომ აუცილებლად იმის გარეშე არ შეიძლება ფუნდამენტი და თავის პირო იყო მეთქი დავით საბაშვილი და ეს ევგრაფი ერთად მოდიოდნენ და მე უკვე ну ახლა მაშინ ამას ვერ ამოვდი ხო ახლა მაგრამ ახლა უკვე შეიძლება ამის თქმა იმიტომ რომ მოვიდა ცეკაბდივანი ბატონ ედვარდი და ბატონ ევგრაფი უკვე ოფიციალურად იყო ჩართული ამ საქმეში და აი დღეს რო უყურებ ახლა რა პრეზიდენტები და ის რა დაახლოებით ამ პრეზიდენტის როლში იყო ერთადერთი ეს იყო რომ მართლაც აი ეს ფული არ ქონდა და ამას კიდევაც ეთყობა ახლა დღეს როგორ ცხოვრობს რომ ნახო მისი ოჯახი და იგი გაუგვირდება ხა ნებისმიერს რა ჩვეულებრივი ერთ-ერთი მაცხოვრებელი მაგრამ თუ კი რამე იყო და ისა ერთ იმას რა არსებობდა ყველაფერს გუნდს ახმარდა რა ხო და აბსოლუტურად ყველაფერში აი ხო იყო რა მაგალითად იყო პერიოდი თქვენ დროსაც დინამოში და ჩვენ დროსაც იყო რამე შეგეშლებოდა ხელი წააგებდი ან რაღაცას დაარღვევდი რამე და იმ წუთშივე ან ბიუროს მოიწვევდნენ ან რაღაცას დაგიბარებდნენ ან სასტიკს აყვედურებდნენ რო წააგებდი მაშინ დაგიდგებოდა გვერდით აი დედას გიფიცებდი ევგრაფი აი მაშინ დაგიდგებოდა მაშინ დაგიძახებდა მაშინ გეტყოდა მე რა მოხდა თქვენ კი არა ბრაზილიის ნაკრები და რაღაც ასე გაგამხნევდა
მოკლედ ძალიან დიდი რა რეცი აი ერთი მინდა ახლა შინთან ჩემოთო ბიჭო ჩემი ბიჭი ლაშა აბარებდა იურდიულს ოიც მოაში იყო მაშინ და იურდიულზე აბარებდა ბიჭო და აღდა ესე იგი 5-იანი და 1-4-იანი აქვს კარგი მიღებული ბიჭო და არ ხდება იმაში ხო ასეთ იურდიულს იმდანი ვაიმე რა ვქნა და ეთიქრე მე რომ ბატონი ევგრაფისთან მივარდავ თხოთხო და ჩამოვედი ბიჭო წამოვედი ესე კაი გეჩემი და ბატონი ევგრაფი უთხარი ახლა ასეთი თვარეობა მაგით და იქნება სამინისტრო რამე შეძლოს თქვა რა რაღაცა ამ დამატებითი რაღაცაში და ასე და დამეჯექი მაგანებოდა და ურეკა ეგრევე მინისტრო ურეკა ხოდა იგივე ახლა მომისმინეო ჩემთან არისო რეზო ძოძვაშვილიო და მისი შვილსო ესეთი ნიშნები აქვს მიღებულიო და რატომღაც არ ხდებაო და იმან იქიდან ვაიმე ბატონო ევგრაფი შემჭერიმე ეხლა ერთი ადგილი მაქვს სოხუმშიო კაი სოხუმში და სოხუმშიო და რაზეა ლაპარაკი მაქულებით უეჭველი დაждდება იქო და კაი ისეთი პასუხი გავწე ტელეფონში და მართლა წევიყვანე და მე გადმოვიყვანეთ და არა აი ამ ხელა მარტო ჩემზე კი არა ბიჭო აი ნებისმიერ მურთაზიზე ფეხბურთელზე იმდენი ჩვენზე იმდენი რაღაც კაი და იმდენი რომ მართლა ეკუთვნოდა იმას არ ჩაგროვდა ეს არა ბიჭო არა არ გადაიყვანდა წესი არა რას ლაპარაკობ რომ ეს არის ჯეცი ახლა აგერ კითხვა და უნდა იცოდეს მოვდივარ პრეზიდენტად რომ მოდიხარ პრეზიდენტად ბიჭო გაიგე იმას მოხარჩული თავიდან ბოლომდე გაზეთიდან დაწყებული იცოდა ყველაფერი ფეხბურთში ხოსტორია და ხო და აქედან გამომდინარე შენ მოდიხარ და მე იყვანი ვიგნორებს ნახევარი გუნდი კიდე შენ მისამეცე ვიგინდა მასე არ გამოდის არა არ გამოდის მე ფულით გეხარჯება და მინუსებში ხარ სულ ხოსტორია ამიტომ ეხლა შენი ეს საუბარი იმიტომ ყველამ ჩვენო მომავალმა თაობმა უნდა იცოდეს რომ ბიჭო აი ესეთი ხალხია რო ქნის ფეხბურთს წარმოიდგინე ჩვენ მაშინ ვიძახოდით ლანჩხუთს სოფელს ხო ისეთი აღარ ვითომ სოფელი იქ ხოლმე მაგრამ სოფელი კი არა უმაღლესი გარშე გადავიდა მე სიმღერები დაიწერა ძმაო რა სიმღერები დაიწერა კი დაზე ფუტბოლ ხოკეი ტოჩკა на карте-ზე არა ბევრი რამე ასამო ბევრი რამე და ხლა იმ შალიკო და იმაზე მომგვიტყვი ხა ბატონო ევგრაფი რა იცოდა ფეხბურთელი ვისაც თამაშობდა და დაუშვათ მოიყვანა შალიკომ ყველაფერი შალიკომ იცოდა და ამას ასეთი არჩევანი ყავდა ესეთი კაცი გვერდში ახლა თუ გინდა თქვენ სამივე შენ აი პერიოდში ლანჩხუთში რამხელა ძალა იყავით არა შენ და კოპალა ხო ვიცი იყო მაგრამ თამაში ვიყავი ზენ ლენინგრადს ხდებოდა და ჩავედი ბილეთები არ არის არსად დარიო გოგოლაძე იყო ლანჩხუთის კგბ-ს უფროსი არა ჩემი ძმაკაცი იყო და იურა ბილეთი როგორ აღიჩო კაც არ მოკრონდა მიჩოვა 3 ბილეთი 4 ბილეთი ჩოხატაულები დარბოდეთ ხავებს ატენებდა მე ვიცი ხო და ეხა ამიტომ ბიჭო რა ეცი უნდა ეს საუბარი ხშირად უნდა კონდეს და აი აქ ფეხბურთელიც იზრდება, ცნელიც იზრდება და პრეზიდენტიც იზრდება. ხო და ახლა იმ გეზზე კიდე არ ველაპარაკოთ რავალი ადმინისტრატორები ყავდა და ექიმები და ყველა ჩართული იყო. ასამ ახლა აი ლანჩხუთის გურიაში ის არა აქ ნათამაშები. ახლა დავიწყოთ იგივე მე დინამოში რო წავიდა რამაზულიშაძე, ნორბეგი ებრაელცი, ილია დათუნაშვილი, ამდენი და ახტან ძიზიგური, გია თავაძე, ისე რომ წავიდნენ ფრიდონაშვილი.
ну ფრიდონაშვილამდე ვამბობ ახლა მე იქიდან ლანჩხუთში ვისაკნა თამაშები თავიდროგიას და მურთაზას და მურთაზას არ ლანჩხუთში არ ქუთაისში იმას ვახტანგ ქორიძეს აქ ეზოჩელებაძეს აქ კომპალას აქ რა ვიცი აი ხო ну იმიტომ რომ თან ვინც მოდიოდა ყველა მაღლა ყველა მაგრად თბილისი რატო იყო მაგარი მარაგდებოდა ნუ ეხლა ხარაბ ჟორდანია მე კაკილაშვილი რა ვიცი მაგ გრიგორი ცავას და ვიმა გიაგურულმა ითამაშა ლანჩხუთში ერთ-ერთ სეზონი იყო არ ვიცი გიაგურულმა და ხარაბ ჟორდანია თუკი სამი ფეხბურთი ითამაშა მაგარ დონესა და მაღალ დონეზე ითამაშა ლანჩხუთში ძალიან ну ვიმინდა ბალტიისპირეთიდან მყავდა ფრიდრიკასი და მაჟეიკასი ну იმაზე ხო ვთქვით რომ უკრაინიდან ხლუსი და ოლიფერი მყავდა რუსეთიდან მყავდა მოროზ დაზმაროვი და მოსკოვის ტორპედოში თამაშობდა მყავდა რა იმდენი ხალხს აქ ნათამაშები რომ გოლოკო მყავდა 3-12 წელში დონეცკის შახტიორში თამაშობდა და საბჭოთა კავშირის ნაკრებში აქ ნათამაშები გოლოკო თემ მითხარია ხა ერთი რამე კაი აი ლანჩხუთში უმაღლესი ლიგა და აი მისი თქვენი ლანჩხუთში მაცხოვრებელი ხალხი რამხელა სიამაყით დადიოდით არა ბიჭო აი დღესაც მომიგდეს ყველაფერი რო გამევი ლანჩხუთში და იქ ცენტრში რო ესაკაკეთი გაიგე და იქ რო იკრიბებოდა ხალხი და იყო სულ საუბარი გაიგე და ესე იგი ხო მე რა კაი მუშებით გეიზარდა მე კიდე გაწვა არა რა თქმა უნდა მე თამაში წამოვიდა მე და ტრადიცია ქონდა ძალიან და ეს ტრადიცია მე არ დაგგვირგვია ბატონო ეს საწყალი უბრალოდ გარდაიცვალა 84 წელს მე და ჰაიკომის დივანი იყო ემზარ ბერიძე იყო ამერიკაცი ეს უნიჭიერეს კაცი იყო და იყო ეგ ხალხი ადგილობრივი ლანჩხუთელები ხა ყველა ისაკნე შეიძლება რაღაც გამოჩეს და ეცქნოს აი პირველ პირს დავასახელებ იმ პერიოდში წავიდა უკვე ედუარდი მოსკოვში უკვე ხო და მოვიდა ჯუბერ პატიაშვილი და ყველას ეგონა რომ დაიშალა ლანჩხუთის გურია და ამ დროს პირიქით მოხდა ეს ყველაფერი როგორც მე გააჟურნა ინფორმაციამ და იმან დაუβარებია ხელმძღვანელობა ლანჩხუთის და უთქვია რომ მიხედეთ გურიას და მე გადავედით ორჯერ უმაღლეს ლიგაში მაგ ჯუბერ პატიაშვილი ხო და რა არის ახლა იცი უთემო შეხედე რამხელას ნიშნავს ერთი სიტყვა პირველი კაცის მიხედეთ გურიას და დღეს 4-5 გუნდი ყავს აგე რაღაცა უმაღლეს ლიგაში და უკვე გითხრათ სიმართლე რომ გულატკენი ვართ მაინც რომ ბიჭო რაფა შეიძლება თბილისის დინამოს ქუთაისის ტორპედოს დღეს და თუ გინდა ლანჩხუთისაც არ ყავდეს კაი გუნდი და ის ტრადიციები არ იმასკნან და ჩემპიონატი არ ვარგა ხო სტოპ ხო და ეს ჩემპიონატი კი არ ვარგა ბევრი არ ვარგივართ და ჩვენც არ ვარგივარ და ჩვენ ამ საუბარსში რაღაცას თავს ვითო ვიმართლებთ არა მე თავი აბსოლუტურად ყველა თავისი უნდა თქვა ასე რა სიმართლეზე უნდა შევხედო თვალებში რა თუნდა საუბარი მაგას ჩემპიონატიიანა ჩემპიონატს ვატარებთ და ერთ ფეხბურთელს რო წელიწადში შემოსავალი იქია ბიუჯეტი როგორ შეიძლება ეს არ გამოეს ახლა შენ გვინდა ჩვენ მაღალ დონეში ჩემპიონატი და ახლა კიდე კაი რომ ფეხბურთელები ყავს და საზღვარგარეთ თამაშობენ და ძალიან მაღალ დონის ფეხბურთელები ყავს და ნაკრები ყავს იმენა ისეთი რომ ვერავინ ვერ იტყვის რომ ადვილად მოუგებს ნებისმიერ კაიკოთა შეუძლია ითამაშოს გადევედით თემასთან და სწორი ხარ და რა არის რომ ახლა ბიჭო გინდა თუ არა ბოლოს მაინც მივდივართ საქართველოს ნაკრებთან ეს არის ჩვენი პირველი ამიტომ ეხლა კიდე კაი შენ მე და თან ფეხბურთელებს გახსოვს ესე იგი რომ დავიწყებდით დილიდან
ბაზაზე რომ ცხოვრობდით. გაიგე და რომ დავიწყებდით დილიდან 8 საათიდან 7 საათიდან და მე 11 საათზე კიდევ ვარჯიში და საღამოს ვარჯიში და ესე იგი ბაზიდან არ გამოდიოდით ხო და ერთი თქვენზე ისტორია მომაყოლე აბა აი მინდა რომ ყველა ვიცოდეს თუ აი რა პერიოდია იცი ჯაიჩი დაჭერილი ყავს ბემონი და ბესტი უნდა დაიჭიროს თუ პირიქით არის ბესტი ყავს დაჭერილი ბესტი დაიჭირე და მე მივიდა ჯაიჩი რაღაც ის პერიოდია და აი სანამ ბესტის მანამდე იმამდე თამაშამდე არის 6 თვე დარჩენილი ხო ბესტის ხო და მე და სურა წერეთელი ცხონებული ცხოვრობთ ბაზაზე მე ლევშა ვარ და ისიც მარცხენიდან თამაშობს სურა წერეთელი დილას მოვადგებოდა 8 საათზე გამოვიძე და წარმოიდგინე რა ნების ყოფა უნდა კონდეს ადამიანს და აგვიყრიდა ბურთებს და გვეუბნებოდა რომ მომატყვილი წაგვართვევდა და დაგვიბრუნებდა ეს დილაობით მოდიოდა და აი რამხელა შრომას დებდა და იმიტომ იყო რომ მას უზარმაზარი და ბომბერას ბევრი ითამაშე აი ეს გამოსცემები რა ეს არის ის ეხლა არავინ და ყველაფერი სურა გარდაცვლილია და არ მინდა რომ ეს ვინმე არ ახსოვდეს ასე აკეთებ ყველა დილით მოდიოდა გვაგვიძებდა ბურთებს გამოიტანდა და მარცხენა მხრიდან შეუტია და რა მომატყული სული და აი ეს მინდოდა კაი ისტორია აგრას სათქმელი ახლა როიცოდე ხო ისე ვერ მიახ როიცოდე ეს საიდან ჩავარდა ბიჭო ხო ვიყავ პირველად დუბლებში რო ვიყავ ადრე ხო გივიხედე დილას ბიჭო ვიღაცა გამევიდა და ორ დღეს ასე 8 საათზე იმაში მაშინ მარცხენა მხარეს არ იყო მარჯვნივ იყო მარტო ერთი ფარი მე გახო და გამოვიდა ბიჭო და უყურე გივიჩოხელი კაი ვეთილი დინამოს ფეხბურთელი ლობივით გაზი გამოვიდა 1 საათი მარტო კედელზე უთხრა აი ხო და აი მაგალითი გაიგე ბიჭო იგი თურმე შესაძლებელია გაიგე და იქიდან როდი ვიწყე მე კედელიდან აღარ გამოსულა ხო იცი ახლა შენ იცი რომ არაფერი სხვა არ მაინტერესებდა და არც გვაინტერესებდა ოღონდ თბილისის დინამოს მაისური არ შეგვერცხვინა და ბიჭებო გაიგე რაც მეც დარბი ხარ რაც მე ჩრომო მით უმეტეს უმატებ აგერავართ მაგალითები და ძმაო შრომით თუ მივახციეთ თუ არა ჩვენ მეტი პატრონი არ ვარქავთ ახლა ჩვენი პრეზიდენტი თურქეთში იყო ჩასული ორდოგანმა თქვა რომ საქართველოს ხვდებოდა და ბოლოს ჩვენო პრეზიდენტი ყოველაშვილმა თურქეთის პრეზიდენტი დაპატიჟა და მაგარი თამაში იქნებოდა 4-ში დაპატიჟა ხო მაგრამ მაგი ჩვენი გაზდელია ფეხბურთში კოიცი რამდენი მაგაზე ლაშრობი ხო და ბიჭო ახლა 100 თუ ისეა გინდა თუ არა ფეხბურთელობა ის დონის ფეხბურთელობა სადაც მართლა უმაღლესი ლიგაც იყო და პირველი ლიგაც იყო და მეგაც იქ იმდენად შრომას სწავლობდი გაიგე და მე გაიგე ვერ გამოდიხარ ამ დღის წესრიგიდან სხვა საქმეშიც, ხო? რა? ორთორია. ძალიან ბევრს ისნავდა რომ ზედ უფროსი თაობა პირველად საშამიცის ამის მოყოლა, მაგრამ მეც მაქვს გასახსენებელი. პირველად ბაზაზე 72 წელში კაჩალინის დროს ვიტამაშე დნეპროპეტროვსკთან, მახსოვს დუბლებში და დამიძახე შუა დღეზე და დაწექი მითხეს რაღაც მომცენ ოთახი დაუწექი და გამოვიშვი მაშინ არ ვიცნობდი ახლა ხელმძღვანელობას გამოვიშვი ვიღაცა მეუბნება საჭმელი ჭამო ხო ფიქრობ რომ ალბათ მარტო უნდა შევიდე მეთქი და რომ შევყავით და დავინახე ეს ჩემი ხალხი რომელიც ნატრობდი რომელიც დანახვასაც და იმის გვერდში დაგაჭირე საჭმელი არა შიგნით როგორ შევიდოდი იქა საჭმელს როგორ და დაუბრუნდი უკან არა მეუთხარი ხო და გავედი შეერმოვით თამაში და იმდენად მომერიდა იმიტომ რომ ბუმბერას ხო ასე იყო რას ლაპარაკო ის რომ დავინახე მე მიშამეშხის სუმკას არავის არ ვაძებდი მოვიდიო წამე პაისკაში ხო და მოვიდე დავალებდი და ბიჭო რას ლაპარაკობ და რამდენი რამე გვასწავლინდნენ მე წამიყვანა ბიჭო პირველად მანან წამიყვანა სერნიაბანოში თამაშის მერე
წამოიჩქარაო და ეს იგენი ხოლმე კონტები მეჭიმებოდა ბიჭო იჭიმებოდა ამ ბერლინარბენი რო ვიყავით ხო არც მასაჟი და იმას არ ვიკრა აიცოდით მაგრამ ხო და დავაი ამ შემოდიოდა და ორი წელიწად ჯერ უნდა გენახა იმ სერნიაბანოში რა შობოდა ესენი მასაჟისტები ქერო არიან მეკისეება ვაიმე მიშა მევიდაო და დაგვაგდეს ხო და რო გამოვედი ხალხს უკვე რო გამოვედი მოდი ახლა აგერო და წამოდიოდა და შემიყვანა პინოიში და დიდი ბაკალი ერთი დალიო თურმე იქიდან რო არა და მე რო დიდფეხბურთში შევედი და იმაში ესე იგი ევროპის ფეხბურთს ვერ ნახავდი ლუც არ შრომას ლუთი რო არ და ხოსტორი ხო და ჩემო ეხლა შენ ბევრჯერ მევისმინე შენგან შენ როგორ აფასებდი მე როგორც პიროვნებას რომელიც ბიჭო ამ 15 სახელმწიფოში გამომდინარეობ ეზაღი 15 სახელმწიფოში და საბჭოთა კავშირის ნაკრებში თები და 6 წელი გაიგე შეიძლება ვიღაცებს აკამატებოდა იგი საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრა რა იყო ასამ გამხელში რომ ორმაგადა ბიჭო არა ხო წარმოიდგინე რომელი 50 წელში საქართველოს იყო ხო რამხელა კონკურენცია უნდა მეგეგოა ბრაზილია 72 წელში ევროპის ჩემპიონატის ფინალში თქვენ და მურთაზი რო იყავით და სიმბოლურ ნაკრებში რო დაგასახელენ ეს პატარა საქმე სიმბოლურ ნაკრებში ევროპის სიმბოლურ ნაკრებში და მარჯვენა მცველი რევაზოძაშვილი ცენტრალურწერი მურთაზ ხურცილავა მარცხენა ბრაიტნერი და შუაში ბეკენბაუერი აი წარმოიდგინე რა ხალხის გვერდზე და ესენი თქვენ აგერში ქართველები საქართველოსდან იყო თან წარმოიდგინე ორი ნომერი ფოქსტი იყო გაიგე და იმაში გერმანიის ნაკრებში და პირველ ადგილზე და მე დამასახე ხო აი ფოქსტი იყო თან ხო და ეს წარმოიდგინე საშუალოზე ყავდა ნაკრების კაპიტანი 20 კახიასათიანი სასაული ვინმე ფეხბურთის ნახვა მიყვარდა და კახი იყო ასათიანი ნამდვილად რარი წინ თემუ ესე იგი ბიჭო აი ეს რა ვიცი ან ბუნება ან რა ვიცი აი საქართველოს რა ვიცი სიყვარული თუ ესე იგი ყველა რაიონში ბიჭო იბადება ვიღაცა დიდი და ახლა კვარაცხელია იხი ახლა კვარაცხელიას მამა ხო იცი გადავყევით და ჯერ ხო დიდი დინამოში მაგრამ ესეთი მოშის რო გაჩუქებს გაიგე ქალაქის თუ მინდა სოფელი თუ მინდა რაიონი გაიგე და რამხელა დღესაც რო გადიხარ ამ ბავშვებს ახალგაზრდებს უყურებ ხანდახან ისეთი კაი რაღაცეებს მაგრამ ერთი რამე მაინც კიდევ რა გვაქვს შენ რა სიტყვი ამაზე ბიჭო შენი საუბრიდან ყოველთვის ამობ რომ ბიჭო აი სნელიდან ძალიან დიდი რაღაცაა ხო სნელიდან ბიჭო წარმოიდგინე მე ჩვენ რამდენი რამე იაკუშინი კაჩალინი სალავიოვი რუსეთი მე ნაკრებში რომ ვიდიოდი კიდევ რუსების სნელები რამდენი რამეს გასწავლიდეთ ხო ერთად საბჭოთა კავშირის ნაკრები როცა ყოველთვის იმაზე გამოგიდებული რა თუ საერთოდ წარმატება იყო ყოველთვის უკანა ხაზი ხავდა ძლიერი და გაუვალი აბა მეკარი და ამაზე კაია რომ მითხარი ახლა შენ გუშინდელი თამაში უყურებდი გაიგე გუშინდელი თამაში მინდა მეც ჩემი აზრი თქვა ახლა და გუშინდელი თამაში ჩემი შეხედულება მინდა თქვა თქვენ ახლა რომ წაიკითხეთ იქ ერთი კვირა შევიძლებთ ნუ ახლა რა თქმა უნდა ძალიან ძიმე სეზონი ხონდა ჩემპიონთა ლიგა აიღენ თავის ჩემპიონატი მეტად თავის ჩემპიონატი გამოიყენენ ეს რო იმიტომ რომ იქ უკვე ჩემპიონები იყვნენ თასი აიღენ თავისი გოლის მაგრამ უყურე რა ხდება რაღაც იქ შიგნით არა კარგად საქმე აი ცოტა აირია სიტუაცია ხო დონარუმა მიდის რაღაც ხო აი ზუსტად დონარუმა მიდის მე იწერება და გამოდის აგერო იქ უყურე რა ხდება არის ფეხბურთელები რომელსაც
6-7 ფეხბურთელია, რომელსაც პრეტენზია აქვს ოქროს ბურთზე. ახლა ჩამოგიტყვი. ხო, არის. ხო, აი, დავიწყო ჩვენი კვარადა. კი, ხო. კვიტინია. ეს იმაზე აღარ ვაბო. დუე ეს როა ცენტრალურ დროით თამაშა ბოლოს ბარსელონაში პროგრამა დავაწყდა ხო რა. ხო, იგივე ეს ორთავე განაპირა მცველი. ჰაკიმი და კიდე ის მეორე როა რა, ნევეში. ის მარკინიუსი, სულ ყველა და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი შეხედულებით მსოფლიო ნაკრებია. ხო, აი, სულ ყველას აქვს პრეტენზია. მაგრამ აქ რა ხდება, იცი? სულ ყველა ერთი დონისაა. აი, გამოყოფილი არც ერთი არა. მე თუ მკითხავს ვინმე დონარუმას მისცემდი რა. იმიტომ რომ ნეკარემ ხო და თან ხო ხედავ მაგით ახსენებს, გაიგე, რომ რა უნდა გიჭირდეს, რომ ასეთი კაცი გაუშვა. ხო, არა, თვითონ მე მგონი იქ რაღაცები მისი სკაუტი იმაშვება, რაღაცა ურევს იმას სიტუაციებს, იმიტომ რომ დიდი გუნდები იწვევს, როგორც გავიგე Manchester City და ახლა ერთ იმას გავიხსენებ ამ დონარუმასთან. იტალიის ნაკრები თამაშობდა ერთ-ერთ შესარჩევ თამაშს მილანში და ეს ხო მილანიდან წამოვიდა და წარმოიდგინე ახლა მილანში თამაშობს იტალიის ნაკრები და დონარუმა გამოაცხადა და სწორად დაუწყო. აიგე იმდენად უხერხულად წამოვიდა იმ ქალაქიდან. იგივე მეორდება ახლა ჩემი შეხედულები და ყველას აქვს შანსი რომ პირველი და ყველაზე ისა სუდი ის გავიგე ახლა რომ ჰაკიმი მან ხო ისა რა პრეზიდენტი თავარი მწვრთნელი და გუნდის კაპიტანი ასახელებს სამს პირველ მეორე მესამე ადგილოსანს ხო და როგორც ამბობენ ამ ჰაკიმმა გადაწყვიტის გაბრაზდა იმაზე რომ მე რატო არ დამასახელებდი. არა სულ არა ეს გასაგები რომ იმიტომ რომ წარმაგრა ჩაატარა მაგანაც ეს ისა რა წარმაგარი და ცოტა დაძაბულობა გამოიწვია. იმიტომ იყო დაეთყო კიდევაც. თვითონ გუნდშია ეს. გუნდს დაეთყო აი ეს ერთმანეთშია წარლაპარაკება. მართალია გვიან შეიკრიბენ, მაგრამ ისიც დაეთყო, ეთყობოდა კიდევაც და რაღაც თავარია თავარი იყო რა აიღო. ახლა მამარდაშვილი რო არა თამაშობს და გამოვა. აი ისიც გამიგვიდა წამიგვიდა და ახლა წეს დუდეკი. ბიჭო ერთი კია ერთი კია რომ უნდა იცოდე ერთი რამე რა. აი ახლა აგერ რომ ამბობს იგი შობითომ პერერევი იყო ცოტა. აი და დაღლილები არიან. ბიჭო მე ახლა მაგას მივახცე. ბიჭო ჩემპიონატს ხო ვითამაშებდი. ვიცოდი მე ნაკრებში რომ უნდა წავსულიყავი გაიგე ესე 5 დღის მეტი არ დამისვენია იდიოდი ვიცოდი რომ ნაკრებში რომ მივიდოდი გაიგე მუშაობდი ასე მუშაობდა ქეთგავძელი 6 წელი იქანა მე გაიგე ეხლა რა მაინტერესებს იცი აიგე ახლა ჩვენ ერთი რამე მინდა შენ ნახევარდამცველებში რომ ვიმახნე გაიგე შეხედე ეხლა დაწყებულია ეგეთი თამაში ვითომ 4-3-3 გუშინ 2 ნუ ასე ითამაშე ხო და მოусინდა შეხედე მაგრამ დაიკარგებოდა თუ არა ბურთი შეხედე ეს 4 ხოა ასე 4 ესენი ჩამევიდოდნენ და 5 კაცი ესე იგი 4 ხო 4 1 2 3 ეს ტოტეხემია ლურჯები ტოტეხემია ხო ორი ასშო შეხედე აქეთ გამოიწია ხო ესე იგი შეხედე ესე იგი 4 1 2 3 4 და 5 გაიგე ამას ესე იგი აი ამ ნაწილს 4 კაცი მაგრამ შეხედე კიდე რასაკეთებდნენ ერთი ყოველთვის როცა მთელი გუნდი მოდიოდა ახლა ხო წამოვიდოდნენ ეგენი ყველა წელი იმიტომ რომ მე ასე ჩასდები აიგე მოდიეთ ესენი წინ და ესენი შეხედე 4 ხო არიან აქ ერთი ჩამოდიოდა კიდე გაიგე უკვე და შეხედე 5 4 1 აიგე ესე იგი შეხედე რამინდა რა ვიცი ეს ნახევარდამცველების დღეს შრომა
ხო არა, გინდა თუ არა, აი, ჩემი ადგილია და ეს კი არა, ბიჭო, ესე იგი, ავალები და ესე იგი შეგედა როგორც კალათბურთი, ბიჭო, თუ წავარდით ბურთი და ყველა წინა. ოკეი, ყველა მიდის წინ. კარგი, ესე იგი, მთელი ეს შემადგენლობა ყველა აქ არის და იგივე სიმეორები მე ეგენის 4-5-1, 5-4-1. ისე ძლიერი ხო და აი ამ მომენტში, კაიგე ახლა თქვენი პერიოდი იმისი შვაგული იყო ყოველთვის გამთამაშებელი და ყოველთვის ესეთი და დღეს მაო იმის არ იყოს ბურთი აქ გვაქვს ჩვენ ხარ შემტევი ბურთი აქ იმას ხარ წამწმები კაიგე არის ასე ახლა ამაზე პესეჟეზე ვიტყვი რომ ეგ მაგალითად ყვარა კაცილებით უფრო მეტის მუტანია იმხრივ მარცხენა მხრიდან როგორც მეცხრე ხო უფრო მაგრამ შეჩვეულია მაგრამ შეხედე რა იწერია იქანა კაიგე მცველი თავში იძახის ჩვენო ვიცითო მაგის თამაშიო და იმას გადოუკეტავთ იმ ყველაფერსო და ესე იგი ამა რაკნა იცი ჭამა გაყვადა აქედან გადაიყვანა იქით და ამით გონია ხო ეს ერთ-ერთი კაი პლუსია ჩვენი ბიჭისთვის მაგისტვის კი ხო იმიტომ რომ ენდობა მაგას ყველგან ენდობა ხო ეს ძალიან კაია მაგრამ ორი ხდება გადავიდა იქით დუე ადგილზე ხო დუე ჩამოწია უკან და ჩემი აზრით დაკარგა დუე მის ადგილზე და ისე ვერ გამოიყენა ყვარა როგორც იყენებდა ჩემი აზრით ამას ვამბობ ხო აირია გინდა თუ არა მიშამესხი ხუთი კაცი ჭირეჭედა მაგრამ მიდრომ არ გადაუყვანიათ იქით ხო თავის კრაიზე იყო თავიდან ასე დაიწყდა მერე შეაპარე შვა მარცხნივ აი გამიკვირდა ადრე იწყებდა ასე ყოფილა ფერის გაუკეთებიან მაგრამ არ ცვლიდნენ არა ეხლა არ შეუძლიათ საერთოდ იქ და სუეცი ასე ითამაშა ეს არ გამიკვირდა და ნუ ახლა და კიდე რა მაინტერესებს ბიჭო ნახე ახლა ხო არის აგარ კიდე სამი ცენტრალური დამცველები არიან მაგალითად არის სამი ცენტრალური დამცველები და აქანი არიან ფლანგზე ბროუჩიკე ხო ვინ ხო ბიჭო აქიდან მიდიან წინ გაიგე ესე ყველა შედა ეგიც მიდი ეგ უყო და ყველაზე მეტი აი ეს მაინტერესებს ეგი მიდის წინ იგანა და გოლებს კი ყრიან ოღონდ იმიდან სტანდარტულიდან და ესე შეაგდო ორივე გოლი დამცველობაში ხო და მაგითო თოთე ხემიდან ხო მაგრამ გაიგე მაინც აი აქ წასვლა და მე აქ ამგენის დობა ცოტა რა გამართლებულია რა იმიტომ ეს ცენტრი შენია და ცენტრი არის არა გამართლება როცა და ნუ ეხა 100 თუ 200 უკვე მიდის არა რა თქმა უნდა რომ ჯერ შესას უნდა მიხედო რა თქმა უნდა არა მე ეხა ძალიან მომეწონა ის რომ ახლა შეცვლები გაკეთა ჩემი აზრით რამდენად გაამართლეს სხვა გამართლება ესე იგი რადგანაც მოიგე მოგებულებს არასამართლებ ხო ცხრიანი შემოიყვანა ის პორტუგალიელი ხო ცხრიანი რომელმაც მეორე გოლი შეაგო და უკვე სხვანაირად უკვე ფრანგებიდან და ის ცხრიანი მაგრამ მე ბიჭო მე კიდე პენალტებითაც აჯობები ნო მე ხო არა მე რა იყო იცი აი პენალტია მე მგონი მაინც ვაღიაროთ ერთი რამე აბატე უმითხარი ბიჭო ორი დროს ვაგებ და მე გავიყვანე გუნდი გაიგე რა უთხრავნაირი რომ ბახუცა გამოვიდა გოლი შეუგდე და და ესე იგი ორი გოლი არა ხო არა აი ეს ბევრს ნიშნავს დროული შეცვლა გააკეთა და გაამართლა რა ნუ ახლა ეს თან ბიჭო აქტიურად ეიწყე ძალიან უფრო მეტი აქტიურად დაიწყებდნენ. კი, არა, ბოლოს ჩემი აზრით ისინი ჩაჯდნენ უკვე ეგ ორი ნოს იგებდნენ და გოლის გაშვება არ უნდათ პირველი 90 მინუტაზე გავდა ფიქრობდნენ რომ და უკვე ოце პირველი შეაგდო გოლი უკვე შესტიმული გემატება და უფრო მეტი ის გეხსნება და ესა რა იმათი მოთამაშე მაგარი იყო რომ გაიტანა პირველი რა ეხლა შენთან ერთი საბოლოო ესეთი დავალება ისა რა რომ ჩვენ თაობას გაიგე ჩვენ თაობას რას გადაცემდი ახლა იწყება ბიჭო სოფიო ახლა იწყება
გუნდებში, აი ეს ვარიანტი, რომ მითხარი აუიკარა ბევრი თამაში მაქვს და აქ ისვენებ, ეგი ღმერთთან უქნას. აქ ხო მაქვს ბევრი თამაში. ამას უნდა მივუმატო უფრო ბევრი კიდე და თავდადება, ალბათ, ხო რა თქმა უნდა, მე მაგაში ერთი წამი ერთთვის არ მეყარება, რომ პირველ რიგში თავის ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე რაც შეიძლება მაქსიმალურად დაიხარჯონ და ჩამოვიდნენ მაქსიმალურ ფორმაში და საუკეთესო ფორმაში და რა თქმა უნდა ყველაფერი წინააღმდეგ კი ძნელი ისა ჯგუფია თულია გასვლა პირველად ლიოსანი გადის მერე ისა გადათამაშება მეორე ადგილზე ნუ შეუძლებელი არაფერი არა თან თამაშები აქა და უნდა მოიგოს კი ბატონო თან ესეთი გუნდი ვყავს ახლა რომ ვერავინ ადვილად ვერავინ ვერ მოგიგებს და ჩამოვიდეს გასასეირნებლად ეს არ იქნება დახვდება რა თქმა უნდა შესანიშნავი კაი გუნდია ყველანაირად თავარია რომ აი იმ მომენტისთვის როცა ჭირდება საქმეს იმ მომენტისთვის იყოს მაქსიმალურად მზად და ფორმაში ხო ამბობ პიკ ფორმაში უნდა პიკის ფორმაში რა თქმა უნდა იცი ჯობია ნო აი აუ კარგად ვითამაშე და მე ორი დღე კეიფობ მაგას დავიდანებე და რომ დაამთავრებ ამ ფეხბურთს ამდენი და იკეიფებ მე ხოტორია ახლა ჩემოთემ ხა დრო და გვინთავრდება და ერთი რამე მინდა გთხოვ რომ ჩვენ სოფლიო პირველობისთვის მაინც ფანატიკურად ვემზადებით ყველა բոլ შემადგენლობთან და ხანდახან ხშირად თორემ გეკნება საშუალება გთხოვ რომ ეს ესეთ თამაში გავარჩიეთ აქ დღეს და იგი დევიჭირეთ პლუსი დევიჭირეთ და აი ასეთი ხალხი ჩვენ მართლა რომ თუ უნდა ვისაც უნდა გვეყამათო ამ კამაჩი არის მე არა ჭეშმარიტება და ჩემოთემ მადლობელი ვარ არ გიხდი მადლობას გიგი მადლობა თქვენ რომ იმიტომ რომ ჩვენ ვალდებული ვართ ეს თუ გინდა ევგრაფის პლუსები, თუ გინდა შალიკოს პლუსები, თუ გინდა ნებისმიერი ვისაც თავი სული და გული აქვს ჩადებული ამ ქართულ ფეხბურთში იმგენის მოწაფეებიც ვართ. ხო სწორია და ჩვენ ამიტომ ვახსენებთ იმგეს და გვინდა რომ 20 წელი დარჩა რა თითქოს რა. ხო და ამიტომ მადლობას კარგეუბნები ვალდებული ხართ. და ჩვენ თუ რამე კი შეიძლება რამე სწორი თქვა და სიმართლე თქვა, ნაღდი სიმართლე და საკამათოდაც მზათავად ყოველთვის. აი მასე დიდი ჩემი შეხედულება რა თქმა უნდა ახლა სხვას მისი შეხედულება აქვს. რასაკვირველია შეხედულებაში არის ამათი და აბა უკვე თქოთ და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა ყველასთვის.